აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ყოველთა მწუხარეთა სიხარული მოილოცეს. ხატი თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. იგი უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა. ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი დეკანოზმა ლევან ჯანაშია მაღავლინა. ხატი ყოველთა მწუხარეთა სიხარული აფხაზეთში 24 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველთათვის დაიწერა. მინდა მიულოცა ქართველ ხალხს ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის დღესასწაული. ჩვენი ტაძრისთვის განსაკუთრებული ზეიმია, რადგან ეს ხატი ბრძანდება ჩვენს ტაძარში. ილორის წმინდა გიორგის ტაძარში, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბატონი ვახტანგ ხულბაიას ხელმძღვანელობით და მთელი მისი გუნდის თანადგომით და შემოწირულობებით დაიწერა უწმინდესის გადაწყვეტილებით სწორედ აი ამ ტაძარში დაიდო ბინა. ამიტომ განსაკუთრებულად დღევანდელ დღეს ჩვენ ყოველთვის აღნიშნავთ ამ დღესასწაულს ლოცვით პარაკლისის გადახდით.